გამარჯობათ მეგობრებო. მე ვარ გიორგი ხამისაშვილი და თქვენ ვიყავით ჩემახსნე თევზაობის მეთოდებში. მოდი ახლა ერთი-ორი სიტყვით თევზის ჩასაყრელი ბადეებზე ვისაუბროთ რა. ასე თქვათ, საჩოკებზე და ამოსაყვან ბადეებზე. საჩოკი და სადოქზე რა, როგორც ცნობილია ხალხში. ქართულად ქვიათ ამოსაყვანი ბადე და ჩასაყრელი ბადეები, მეგობრებო რა. ეხლა რატო ვწერ? იმიტომ ვწერ, რომ წამოიქმნა პრობლემები, წამოიქმნა საუბრები, დაცინვითი საუბრები წამოვიდა ტბებზე, სათევზაო მაღაზიებშიც და არამცოდნეები ესეთ სიტყვებს გვიხარჯავენ, რომ არასასიამოვნოა. წერ იმისთვის, რომ ჩემაყურებელმა გაიგოს პირველ რიგში რატოა შექმნილი ამხელა თევზის ჩასაყრელი ბადეები და რისთვის არის მოგონილი და კიდევ წერ იმისთვის, რომ გაიგონ იმ პიროვნებებმა, ვინც დაცინვით მოგმართავს ხოლმე წყალსაცავებზე რა რადგინდა ამხელა გაავსო და გამოტენო, რადგინდა ამდენი თევზი და ასე შემდეგ. მეგობრებო და მეგობარო, ვინც დაცინვით ხოლმე და სათევზაო მაღაზიაშიც და სათევზაო ადგილებშიც ამას ვერც გაავსებ, მეგობარო. ამას აქ სხვა დედააზრი აქვს, ეს სხვა თემატიკა, სხვა პრინციპით არის შექმნილი ეს ბადეები და ასე შემდეგ. ეს ბადეები რომ შეავსო, წინათ ვერც ამოიტან. სინამდვილეში ეს რომ შეივსოს 200-300 კილო არის მეგობრებო, 200-300 კილო მაინც ჩაეტევა მეტი. ამას წინათ ვერც ამოიტან. გაგეხევარ და გაიქცევა თევზი. ეხლა მოდი ახლა ავხსნათ რატომ მინდოდა რა სიტუაცია რა. ეხლა რატოა შექმნილი სინამდვილეში ეს ქვედა ბადეები. სპორტული ხედვით ჩვენი ბადეები უნდა იყოს 3 მეტრიდან ზევით. თუ გნებავთ 4-იანიც ხონდეთ, თუ გინდა 20-ნახევრიანიც, თუ გინდა 3-3.5-ნახევრიანიც. ეხლა რატოა დაშვებული ამხელა 3 მეტრიანი ბადეები, ეხლა რატოა დაშვებული გეტყვით. თევზის უსაფრთხოების მიზნით მეგობრებო, რომ თევზი ჩვენ რო ვიჭერთ ტუნირზე, ხო? ჩვენ რო ვიჭერთ ტუნირზე, ის დაჭერილი თევზი უსაფრთხოდ რო იყოს, ამ ბადეებში შეუძლია 48 საათისა მეტიც გაძროს თევზმა, მეგობრებო. იმიტომ რომ მოძრაობს. რომ ამოვიყვან თევზი, ყავდეს წყალში, ეს უნდა იყოს დაფარული, წყალში უნდა იყოს თვიანად გაშვებული, გაჩვენეთ ახლა პერიოდულად და რომ სამ ვითევზავთ, დილგა საღამომდე 11-12 საათს რომ ვითევზავთ, შემომეგობრებო, რომ თევზი არ დაგვეხოცოს, რომ ამოვიღოთ, მე ავწონოთ, სურათი გადავიღოთ, გასაშვები გავუშვათ, წამოსაყვანი წამოვიყვანოთ. აი მაგისთვის არის ეს თევზის ბადეები. ეხლა რა აქ განსხვავებაა, რომ ყველა წნელი არ არის რა. ეხლა გეტყვით. ეხლა არის ორიანი, ხო? ორიანი რატო გამოდგება, იცით? ვერ ჩავდეთ წყალში. სამოყვარულოზე კაი ვარიანტია, მეგობრებო, სამოყვარულოზე კაი ვარიანტია, სამოყვარულოზე ითევზავებთ, ჩვეულებრივად. სპორტში ორიანი, ორნახევრიანი არ არის დაშვებული. სამოყვარულოზე კაი ვარიანტია. აქვე წყამის ქვეშ მიწასავ ჩაარჭობთ ამას, კარგად, რა თქმა უნდა, თევზს ჩაყრით. მოდი ახლა ვისაუბროთ ამ ოქუთხედებზე და მგვარებზე, ხო? ეხლა მაგრამ გვარი. ეხლა რატო იძახიან რომ სად როგორ გამოვიყენო რა? ეხლა მე პირადად ოქუთხედს ვიყენებ, ოქუთხედს, რომ ქარის დროს, მეგობრებო, თუ ნაპირი სწორია, აი სიტყვაზე ნაპირი სწორია, პლიაჟია და ნაპირი სწორია, გირჩევთ რომ გამოიყენოთ ოქუთხედი ამ ჩასაყრელი ბადეები. გირჩევთ რომ ესეთი ბადეები გამოიყენოთ, მეგობრებო, თუ ნაპირი სწორია. თუ ნაპირი სწორია, იმიტომ რომ ქარის დროს აქეთ იქით არ დაგვიგორდება და გამოგორდება. მაგრამ თუ დაღმართია, სიტყვაზე დამბა არის, თუ სიოსში თევზაობთ, ჟინვარზე თევზაობთ და დამბა არის, ხო? ამ პერიოდში ეს მგვალი ჩასაყრელი ბადეები უფრო კარგია, იმიტომ რომ გაგიზე გაჩერებული და არც მოძრაობს და ქვემოთაა ჩაშვებული. მაგრამ ეს ეხახუნება. გამიგეთ? ესეთი ბადეები, ანუ ყველა ბადეს თავის ადგილი აქვს, მაგით მომინდა რა. ეს სწორ ადგილზე წამ კაია, მაგრამ ეხა იმას კი ამიშოს, რომ მე ესეთი ბადი არა მაქვს და დამაზე არ დავდგები. დაადგე ჩვეულებრივად ითევზებთ, უბრალოდ საფრთხე უფრო მეტია რომ დაგიზიარდეთ რა. თორე თუ ესეც გავს ეს კაი ვარიანტია, ეს დაღმართზე კაი ვარიანტია. ეს სწორ ადგილზე მეგობრებო დაგორავს. გაგაწვალებთ. აი ხა მე მგონი მიყურებთ, ისაც ხონდეთ პრაქტიკა და დამეწმებით, დამიწეთ კომენტარი. სწორ ადგილზე გვარი ბადეები და გაგაწვალებთ, მაგრამ
ორივე შეიძლება თუ გამოიყენოთ რა. ორივე ვარიანტი კაი ვარიანტია. მოდი ახლა შევეხოთ კიდე მოდი ახლა ბადეები ავუწურო და მე ამ საკუამ ბადეებზე ერთი ორი სიტყვას გეტყვით რა. სამოყვარულოზე ნებისმიერი შეიძლება გამოიყენოთ, ნებისმიერი, აი ესეც ვარიანტი. ეხლა ეს სპორტში არ დაიშვება, იმიტომ რომ სპორტში უნდა იყოს ამაზე განიერი ესეთი და ამაზე განიერი უნდა იყოს მეგობრებო, სივრცე უნდა ქონდეს თევზს, რომ თევზმა იმოძრაოს და არ მოკლეს მეგობრებო, გამიგეთ? ამაგიტო დედააზრი მაგიტო არ თორე ახლა ამის გავსებარს არც კი წამოგვიდგენია რომ ყიდულობ ჩვენ სხვა მიზნით ყიდულობ და სხვა მიზანი გვაქვს თორე მე ამას ავავსებ და ასე შემდეგ ეს მიზანი არ გვაქვს ჩვენ ვერც ავავსებ გამორიცხული ერთი წელი ითივზავ ამბატს ვერც ავავსებ ხეწული თევზი გამორიცხულია მეგობრებო და მაგიტო ვიცი გვეუბნება ხოლმე ბევრი მithქვია ბევრი უთქვიათ ტუნჯასაც მოსულან ან ნების ბადეზე მოსულან ხა მე ესეთი ბადეები მაქვს და სხვა მეგობრებიც უთქვიათ რომ რა არის უნდა გავავსო რა ეგ რა არის და ასე შემდეგ არა მეგობრებო არა მაგისთვის არ გვაქვს ჩვენ უნდა გავავსოთ ჩვენ თევზის უსაფრთხოების გამო გვაქვს ეს ეხლა მოდი ავიღოთ ბადეები არის ნაჭრის არის სილიკონის ხო ეხლა სილიკონი ხა რატოა კაი და რატო არის ეს ხა ორივე კაი ვარიანტია ეს სილიკონი აი მეგობრებო სილიკონია და ეს არის ნაჭერი რა ნახეთ ეხლა ორივე კაი ვარიანტია, მაგრამ ამას რა თქმა უნდა განსხვავება აქვს, რა თქმა უნდა რა. ბადეები, სილიკონის ბადეები, ერთი რომ კარგად შრება, ერთი ის არის რომ კარგად შრება, მალე შრება, ასე თუ ისე სუნს არ იკიდებს და თევზს არ გვიზიანებს და თევზი არ ეწებება რა. მესამე არის რომ თევზი არ იჭედება, აი ხო ხოლმე შემთხვევა რომ განუყრის დროს რო იჭედებიან და სილიკონი არ იჭედება, ანუ არ ეხება რა. მეორეთი არ ზიანდება მალე რა თქმა უნდა სილიკონის ბადე და უსაფრთხოც არის რა სილიკონის ბადეც და მალე შრება კიდევ და ასე თუ ისე სუნიც არა ახლა კიდე გავმეორდები და ნაჭერი კიდე ნაჭერს გააჩნია და ამის კიდე გააჩნია რა ნაჭერიც მალე შრება მეგობრებო და ასე თუ ისე სუნიც არა მაგრამ ორივე გარიცხვა უნდა მაინც სახში რომ მოგავთ ორივე ვარიანტი ყველა ვარიანტში ორივე უნდა გაირიცხოს რა სილიკონი იქნება ნაჭერი იქნება უეჭველი უნდა გაირიცხოს რა ეხლა სილიკონი მაგ და არ გავრეცხავ მაინც უნდა გარეცხოთ მეგობრებო რა მაინც მოდი ამაზე ვისაუბროთ აი ამაზე კიდე შეკითხვები რა მეგობრებო როცა საკითხებზე მიდიხართ უნდა იცოდეთ როგორი ბადის დამჭერი გჭირდებათ მეგობრებო აი ხლა მე თქვენ თუ გინდათ რომ პათმობზე დააყენოთ ან სკამზე მიაბათ და ასე და ასე შემდეგ ან გადაიტანოთ ესეთ ჯოხებზე რომელიც მაღალი იქნება ეუეჭობა მიწაში რა მაგას გულისხმობ ეს არ გამოგადგებათ აი ესეთი დამჭერი არ გამოგადგებათ ეს არის პირდაპირ ჩაერჭოს ახლა მიწაში ჩაერჭობა მიწაში და აი ესე დონეზე გექნებათ მიწაში მაგრამ სინამდვილეში ციხე ძახი დედააზრი არის რომ აი აქედან უნდა ეწებოდეს თევზს უკვე წყალი აი აქ უკვე წყალი როცა ბადე უკვე აქედან იწყება აქ უკვე წყალი უნდა იწყებოდეს ნაპირი უნდა ეწებოდეს მეგობრებო რომ პირდაპირ შესრულდეს თევზი და წავიდეს რომ არ დაგიზიანდეთ თევზი ყველა ბადეს აქვს აი ესეთი საშუალება აი უცა რა ვიცოდი და გითხარით რა ყველა ბადეს აქვს ესეთი საშუალება აქ თუ შეგიძლიათ თუ გინდათ გირები მოაბით თუ გინდათ სიმძიმე მოაბით თუ გინდათ ბოთლი მოაბით რომელიც დაგიჭიმავთ ბადეს დაჭიმულ მდგომარეობაში უნდა იყოს რა ყველა ვარიანტი უნდა იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში ბადე და უნდა აი ესე წყალში უნდა იყოს აქამდე წყალში უნდა იყოს მეგობრებო ან თუ გინდათ ბოლომდე გავუშვით ოღონ აი ეს ადგილი ნაპირები უნდა იყოს წყალში და აი აქედან უნდა ეწებოდეს უკვე ნაპირი რომ წყალში იყოს აი ამაზე ვიძახი დავამთავრებო გააჩნია რითიც გინდათ რა თუ გინდათ ესეთი კომფორტულად იყოს რომ ნაპირში სკამი გიდებთ და აი ესეთ მდგომარეობაში იჯდეთ მაშინ ესეთი ვარიანტი გამოგაგებათ აი ესეთი ვარიანტი გამოგაგებათ რომ ამოვიდა თევზი შეადი მაგრამ არის კიდე მეორე საშუალებაც აი აქ არის აი მეორე საშუალებაც არის მეგობრებო ნახეთ აი იმას თუ ხონდა შტივი გამოწეული ამას აქვს უკვე დამჭერი ამასე ნებისმიერ რამეს აი ნახოთ აი შეგიძლიათ
აი ესეთი ჯოგის დასადები იყიდოთ. მოხდა. ხო, ჯოგის დასადები იყიდოთ. და შემდგომ ავიყვანოთ ამ ჯოგის დასადებებზე ჩვენი ბადი. აი ესეთ გამარჯვებაში შემოკარგებო. რა სიგრძეზე გინდათ, იმ სიგრძეზე დააყენებთ რა. ახლოს შოუს და ამის შემდეგ. ამის თქმა მინდოდა. შეგიძლიათ ახლა მე პლატფორმა და პლატფორმაზე დამჭერი მაქვს, რომელიც სკამზე მაგდება ეგრევე რა. კიდევ არ გირჩევთ. მეტალი დაშვებული არის და ზოგადად თეოზაობას სპორტში და სამოყვარულოში გირჩევთ რომ იყიდოთ ან დაჭრისები, ან იყიდოთ სილიკონები რა. რკინის მასალები, რასაც შეიცავს ბადე, დაუშვებელია მეგობრებო და ვინმე არ მოგედაოთ რა, დაუშვებელია. ხო, კიდე იგივე ვარიანტებია, აქაც ესეთი ვარიანტია, აქაც ესეთი ვარიანტია, კიდე პატარა ვარიანტია. სამოყვარულოზე შეგიძლიათ თეოზაოთ რა. სამოყვარულოზე ჩვეულებრივად დაშვებულია. სამოყვარულო ხა სპორტში არ დაშვებული კიდე გეტყვით. აი ამის გამო, შემცირების გამო, აი. პატარა სივრცე პატარა აქვს და მაგიტო. და სამოყვარულო ძალიან კაი ვარიანტია, ეხლა ფიქრობდი სამომავლო თქვა შეუძინო მეტი, რომ სამოყვარულო ძალიან კომფორტული საშუალებაა მეგობრებო. რავი, ამაზე მეგობრები გითხარით ყველაფერი ისთვის არის და ასე შემდეგ. იმისთვის რომ თევზი არ დაგვიგმოთ, ამაზე შევტავდით რა, რომ ჩვენ თევზის შევსებას არ ვაპირებთ. რომ მაგიტო ვიყიდო რომ შევავსო არა მეგობრებო. იმიტომ რომ უსაფრთხოდ იყოს თევზი რა, მაგიტო. მოდი ხა ამოსაყვანბადეებზე ვიტყვი. ერთი ორი სიტყვას ამოსაყვანბადეებს და კიდევ შემატება და მე კიდე გადავიღებ რა. ჩემი დოში კიდე გინახიათ რომ 3 მეტრიანი ვიცა მაქვს ჩემი დოში თუ გინახავთ 3 მეტრიანი ამოსაყვანბადეები მაგრამ ნუ საჩოკი ქვია რა. ასე იცნობენ ხალხი და ამოსაყვანბადე ქვია მეგობრებო სინამდვილეში და ეხლა რატო ამოსაყვანბადე დამისვათ კითხვა და ვარო ვიწვალო ისე მე მაგარი ვარ და ისე ამოვიყვან ჩემო მეგობრებო ბავშვობიდან სულ მარტო მომყავდა 6-იანიც მარტო ამოვიყვანე ამის დამხმარების გარეშე 5-იანიც ამომიყვანია 4-იანიც ამომიყვანია და 4-ნახევრიანიც და 3-7-იანიც ამომიყვანია მაგრამ ეხლა რატომ ეს თუ ეხლა სამოყვარულოზე თევზაობ და წაყვანა გინდა თევზის და ასე შემდეგ თქვენი დება მაგრამ მე გიხდით სპორტულ თევზაობაში რა არის დაშვებული ამოსაყვანბადე გვინდა იმიტომ და ამ შესაძლებელი ბადე იმიტომ გვინდა რომ თევზი არ დაგვიზიანდეს ანუ ყველა მოქმედება თევზი დაждდება ყველა მოქმედება უნდა მოხდეს სამოყვანით ანუ ამოსაყვანბადით იმიტომ რომ თევზი არ დაგვიზიანდეს არის ფოთხიაროს არის ხოხიაროს მიწაზე არ დაზიანდეს მეგობრებო ეხლა ჩვენ ეხლა რატო აკეთებ პირადად რატო აკეთებ ხო ვიცი კონკრეტული ძალიან ბევრი ჯიში ვცნობ და ვიცი რა არის გასაშვები რა არის დასატოვებული რამდენი დავიტოვო და ასე შემდეგ გამიგეთ მეგობრებო მე რომ იმიტომაც თუ დავინახე კობრი დაждდა კობრსაც ამოყავს თორე მე იმიტომ კი არ ამოსავლა იმიტომ კი არ ვიყენებ ამას რომ არ შეიძლება ესე ამოვიყენო შეიძლება მეგობრებო მაგრამ იმიტომ ვიყენებ უსაფრთხოების მიზნით ერთი რომ არ დაგვექცეს თუ მაგათ რომ არ დაგვექცეს თუ რომ არის ხო მომენტი რომ ნემსკავზე ტუჩზე არ ხობე ძალიან აი თუ დააკვირდებით ამოყვანის დროს ნემსკავზე არ ხომ ცუდად რა გამოდებული ნემსკავი ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ მაგრამ სინამდვილეში ამოსაყვანბადეს ვიყენებთ რომ არ დაზიანდეს თევზი ამოდი შევაფრთხილდეთ რომ თევზი უარ დაზიანდეს მაგით ვიყენებთ აი 2-ნახევრიანია 2-იანიც აქვს მალე შემოვიტანენ ძალიან ბევრს რავი ამაზე შევთანხმდით მეგობრებო რა ამ ბადებზე ჩავწერე ცოხანში ხა კიდე ჩავწერ იმას ნახავდით ფიდერის უკვე გარნერის მონტაჟს უკვე ნახავდით მეგობრებო ეს ბადეები ჩავწერე ეხლა ჩავწერ მალე უკვე ტივტივასაც ჩავწერ უკვე ყრუ მონტაჟის და სლაიდერის განსხვავებას ჩავწერ მე კონტროლს შემოგთავაზებთ და ძალიან ბევრ რამეს შემოგთავაზებთ ამ მაღაზიიდან მეგობრებო და სათევზაო მაღაზიაში ვარ ამაზონში რომელიც მდებარეობს გდანში და დავითმეს ეს სივრცე რამოდენიმე წუთი რომ გადავიღო ეს ვიდეოები და ვიღებ ვიდეოებს თუ სადმე ვერ ვახერხებ სათევზაო წასვლას და დრო არ მაქვს ამ მაღაზიიდან შემოგთავაზებთ უკვე მონტაჟებს და სხვადასხვა განხილვებს
ამ მაღაზიიდან შემოგთავაზებთ მეგობრებო, სათევზო მაღაზიიდან, Amazon-დან მეგობრებო რა. მოკლედ ეს იყო და ეს, მე უკვე გავიხილავთ ჯოქებსაც, უკვე გავიხილავთ რაღაც ახალწლურებებსაც, კიუტიებსაც, დასაკვებსაც და ასე და ასე შემდეგ რა. თუ მოგეწონებათ ჩემი აქ და მოგეწონათ ეს თემატიკა, ძალიან თხოვნა მექნება რომ გამოიწვიოთ არხი და მოიწონოთ ვიდეო და გადააზიაროთ. ძალიან თხოვნა მექნება რა. აბა დროებით.